ამერიკაში დაწესებული ტარიფების გვერდის ავლის მიზნით ერთი ძალიან ცნობილი ბრიტანული კომპანია, Rolls-Royce, განიხილავს წარმოების გადატანას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ოღონდ ეს არ არის ის Rolls-Royce, რომელსაც ყველანი კარგად ვიცნობთ, ანუ პრემიალური სეგმენტის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია, არა, ეს არის საინჟინრო კომპანია, რომელიც აწარმოებს თვითმფრინავების ძრავებს და ასევე ბირთვულ რეაქტორებს, რომელსაც საავიაციო ინდუსტრიაში ძალიან კარგად იცნობენ და მას უდიდესი ამერიკული კომპანიებიც იყენებენ პარტნიორობის მიზნით. ამ ეტაპზე Rolls-Royce ისედაც არის ამერიკაში წარმოდგენილი, მას 11 ოფისი აქვს და დაახლოებით 6,000-მდე ადამიანს ასაქმებს, მაგრამ კომპანია როგორც ჩანს ფიქრობს იმაზე, რომ საერთოდ სრულად ხომ არ გადაიტანოს წარმოება დიდი ბრიტანეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რითაც ის ძალიან მარტივად თავს აარიდებს იმ სატარიფო რეჟიმს, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ამოქმედა. ამერიკის ბაზარი ბრიტანული Rolls-Royce-ისთვის უცხო ნამდვილად არ არის, რადგან კომპანიის ჯამური შემოსავლის მესამედი მოდის სწორედ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, სადაც ძირითადად იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატები. გასულ წელს 7 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შემოსავალი მიიღო და ეს მაჩვენებელი იყო ლამის მესამედით, ანუ თითქმის 30%-ით გაზრდილი და ამას განაპირობებენ ის კომპანიები, რომლებიც არიან ძირითადი დამკვეთები Rolls-Royce-სა და რომლებიც სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან ბაზირებული. ესენია Boeing, Lockheed Martin და თავად ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი, რომელიც ასევე სხვადასხვა ძრავებს და სხვადასხვა პროექტებს ყიდულობს უშუალოდ Rolls-Royce-ისგან. ამგვარად ის ძირითადი მასალა, რომელსაც ამერიკაში აწარმოებს, ისედაც ამერიკის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომაც ამერიკაში დამატებით ქარხნების გაზრდა და ადამიანების დამატება ლოგიკური ნაბიჯიც იქნება ბრიტანული კომპანიის მხრიდან. აქვე ამ კომპანიაზე შეგვიძლია ორივე სიტყვა ვთქვათ, თუ რატომ არ ასოცირდება ის ახლა უკვე საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტთან Rolls-Royce-თან, ვინაიდან ეს მიმართულება კომპანიამ 1998 წელს გაასხვისა BMW-ს ჯგუფზე, შესაბამისად კონგლომერატი გერმანული ამჟამად აკონტროლებს საავტომობილო მიმართულებას, ხოლო საავიაციო მიმართულება ისევ და ისევ არის დამოუკიდებელი, ცალკე ის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი და პრინციპში არავითარი კავშირი არ აქვს საავტომობილო ბრენდთან, გარდა ორი რამისა, ერთი რამ არის, ეს არის, რა თქმა უნდა, ბრენდი, ანუ ლოგო, ფონტი, სახელი და ყველაფერი, რაც Rolls-Royce უკავშირდება და მეორე ეს არის სიმბოლო Spirit of Ecstasy, რომელიც არის ცნობილი ანგელოზი, რომელიც არის Rolls-Royce-ის სახე. სწორედ ეს ორი რამ არის ამ ბრენდ შორის ერთი და იგივე, სხვა დანარჩენი მიმართულებით მათ კავშირი ერთმანეთთან არ აქვთ. ხო, როგორც შევახსენე, თავადაც ბრენდი ცნობილია ძირითადად ავტომობილებით, მაგრამ აგრეთვე ის არანაკლებ ცნობილია ოღონდ უფრო ვიწრო წრეებში, ძრავებით და აგრეთვე ბირთვული რეაქტორებით. ლამის ყველა თვითმფრინავს, რომელიც მათ შორის საქართველოში დაფრინავს, აქვს სწორედ Boeing-ის ძრავები, რადგან ის უბრალოდ უალტერნატივო არის ამის ფონზე და სხვა შორის დაახლოებით 86 მილიარდ დოლარად არის ეს კომპანია შეფასებული ლონდონის საფონდო ბირჟაზე და თან საინტერესო არის ზრდა 2022 წლის ოქტომბერში კომპანია ღირდა სულ რაღაც 7 მილიარდი დოლარი, რაც ნიშნავს, რომ მას შემდეგ მის შეფასება გაიზარდა 1130%-ით დაახლოებით, რაც არის უბრალოდ ფენომენალური მაჩვენებელი, რომელიც კომპანიამ არასრულ 3 წელიწადში დააფიქსირა.